ჩვენი იდეა სინამდვილეში ძალიან მარტივია. განსხვავებით სხვებისგან, რომელიც ამბობენ, მაგალითად ქართული ოცნების თავარი იდეა, რაზეც ისინი ახლა დგანან, არის რომ ჩვენ ვართ მზრუნველი მთავრობა. ამაზე დგანან. რომ ჩვენ ვიცით როგორ გაჭამოთ, როგორ გაკონტროლოთ, როგორ დაგაჭამოთ შენზე. ხო, ჩვენ ვართ მზრუნველი მთავრობა და ჩვენ აბსოლუტურად არსებითად ახალი რაღაცა შემოგვაქვს. თავი დაგვანებე. ჩვენ პირდებით ხალხს არა იმას, რომ ჩვენ კარგად მოუვლით, კარგად დავბანთ, კარგად დავვარცხნით, იმიტომ რომ თუ მე ასეთი უფლებამოსილება მაქვს, ანუ მამის უფლებამოსილება თუ მაქვს. მე მამას შეუძლია გაგტყიპოს კიდევაც და მე გეუბნები რომ არც გაგტყიპავ, არც დაგვარცხნი. გაძლევ თავისუფლებას, რომ მოგცე საშუალება თვითონ დაიბანო, თვითონ დაივარცხო, საკუთარ თავს მიხედო და ზოგადად ჭკუას არ დაგარიგებ, სანამ სხვა ადამიანს არ აზიანებ. თქვენს სამყაროში, აი როგორც პლატონს აქვს თავის სახელმწიფო, თქვენ სახელმწიფოში საერთოდ არ მთავრობა საჭირო პრაქტიკულად. რაც უფრო პატარა იქნება უკეთესი. ზუსტად ვიცით რომ რაც უფრო მცირეა მთავრობა, მით უკეთესია ეს ადამიანის ინდივიდუალური უფლებები. მთავრობა როგორ შეიძლება ადამიანზე ზრუნავდეს. ანუ უბრალოდ ეს არის მესიჯი, რომ მე თქვენზე ვზრუნავ, თორე რა ზრუნვა, ანუ ვიღაცა რომ გაჯარიმებს, ჯარიმები რო იზრდება ყოველდღიურად ზრუნვის ფარგლებში მოსაწევის გამო რომ ხალხს აგდებენ და ციხეში უშვებენ, ახლა და საგიჟეთი რო აქვთ მოწყობილი. საბოლოო ჯამში რომ ჩავიდეთ იმ ზრუნვის უკან რა დგას. უბრალოდ აღმოვაჩენთ რომ ანტიადამიანურია ეს ქცევა. მთავრობას არ გააჩნია სული. ჩვენ გაგვაჩნია სული, მორალი, რაღაც. მთავრობას ეს არ გააჩნია. იმიტომ რომ მთავრობა არის ზოგადად აი ნიცშეც კი მეთანხმება ამაში. სახელმწიფოს რაობის ახსნისას რა არის? ის უსულო მხეცია. როგორც ნიცშე ამბობს, რომელსაც არ აწოდება არავინ, მისი კანონები ცივსისხლიანია, იმიტომ რომ ის ზოგადი და აბსტრაქტულია. შესაბამისად, ამ ზრუნველი მთავრობა, რაც უფრო დიდია ეს და როცა ის პრაქტიკაში აღსრულდება, საბოლოო ჯამში ვღებულობთ საშინელ უსამართლობას, იმიტომ რომ ზრუნველი მთავრობის თავარი მეხოტმე ხო კომუნისტები იყვნენ და ბოლშევიკები. საბოლოო ჯამში მივიღეთ ანტიადამიანური წესრიგი. რაც უფრო დიდია მთავრობა, რაც უფრო მეტს ცდილობს ის ვიღაცაზე იზრუნოს, მით უფრო გამოსდის პირიქით. მე რასაც ვამბობ, რომ მოდი მთავრობა თავი დაგვანებე ადამიანებს, შეგვეშვი ცხოვრების საშუალება მოგვეცი, ჩემი აზრით ეს არის ყველაზე ჰუმანური და ქრისტიანული წესრიგი, იმიტომ რომ ბოლშევიზმი, მთავრობის მიერ ხალხს ეზრუნვა და ასე შემდეგ, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. ამ ქრისტიანობის საწინააღმდეგო რაც შემოვიღეთ, იყო სოციალიზმი და ბოლშევიზმი და მზრუნველი მთავრობა მალავს ერთ რაღაცას, რომ თავისი შინაარსით ის სოციალისტური და ხშირად ბოლშევიკურია. თუნდაც ეს ორი ხელისუფლება უფრო მეტად გავს ერთმანეთს. წინადადღევანდელი ამ გაგებით, რომ ორივე სიტყვით ცდილობს რომ ვითომ ხალხს ეზრუნავს, იქ რაღაცა პენსიების მატება, მაგრამ პენსიების მატება რა არის? ვიღაც გიორგის ამოუღე ჯიბიდან ფული, მიეცი ბატონ ვასილს. შესაბამისად, ის ძარცვა არ არის პირველი, მეორე თუა დახმარება, ის პირველი რა არის, რო წაართვი. საბოლოო ჯამში ეს მთავრობის მიერ ზრუნვა დგას ამ უსამართლობაზე, ერთს წაართვი, მიეცი მეორეს. მეორეს რატო აძლევ? იმიტომ რომ ის უფრო მეტია რაოდენობრივად და იმის ხმები გჭირდება არჩევნებზე. ჩვენ ამის წინააღმდეგები ვართ.